时间线，这张线。 ქაოსმა საბოლოოდ მოიცვა თეთრი სახლი და მთელი დონალდ ტრამპის გუნდი. აშშ-ის პრეზიდენტი სასწრაფოდ ევაკუირეს მედიის წარმომადგენლებთან ვახშმიდან, მას შემდეგ რაც შენობაში სროლის ხმა გაისმა. ვაშინგტონის სასტუმროს ბალნის დარბაზში სურათი დამთრგუნველი იყო. ქალები საღამოს კაბებში და მამაკაცები სმოკინგებში შიშით იმალებოდნენ მაგიდების ქვეშ, ხოლო დარბაზში კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები შემოიჭრნენ. ამ ქაოსის მიზეზი ის იყო, რომ უცნობი მამაკაცი თოფითა და პისტოლეტით შეიჭრა შენობაში და სროლა დაიწყო. თეთრ სახლში უკვე არ გამორიცხავენ, რომ ეს დონალდ ტრამპზე მორიგი მკვლელობის მცდელობა იყო. თუმცა მან სწრაფად განაცხადა, რომ ეს ალბათ ირანს არ უკავშირდება. დაკავებული მსროლელი არაფრით გამორჩეული ადამიანი არ არის. ის მუშაობდა მასწავლებლად და ვიდეო თამაშების დეველოპერად, მაგრამ მას ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ. ამ გამოშვებაში მე თქვენთვის შევაგროვე მთელი ინფორმაცია დონალდ ტრამპზე მკვლელობის მცდელობის შესახებ, რათა სრულად იცოდეთ ყველაფერი, რაც ხდება. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიფლოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News-ი, პული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. Manu. მოდით ახლა მთლიან სურათს შევხედოთ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასწრაფოდ ევაკუირეს მედიის წარმომადგენლებთან ვახშმიდან შაბათ საღამოს, მას შემდეგ რაც შენობაში სროლის ხმები გაისმა. ინციდენტი მოხდა საღამოს, ჟურნალისტების მონაწილეობით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ტრადიციულად black tie ფორმატში ტარდება ვაშინგტონის ჰილტონის სასტუმროში. მედიის ინფორმაციით, იმ დარბაზის მახლობლად, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა, Слышно несколько выстрелов. ამის შემდეგ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად გამოიყვანეს პრეზიდენტი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები შენობიდან. საერთოდ ჰილტონის სასტუმროს ბალნის დარბაზში ქაოსი და არეულობა სუფევდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე 1 საათში გამოვიდა თეთრ სახლში და განაცხადა, რომ სროლელი დაკავებულია. აი, ტრამპის თქმით, დამნაშავე ძალიან მამაცმა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, რომლებმაც ძალიან სწრაფად იმოქმედეს. საიდუმლო სამსახურის ერთმა ოფიცერმა ჭრილობა მიიღო, მაგრამ მას ჯავშანჟილეტი იცავდა. კოლუმბიის ოლქის პოლიციის უფროსმა ჯეფრი კერომა განაცხადა, რომ ეჭუმიტანელი სასტუმროს სტუმარი იყო. მასთან ჰქონდა თოფი, პისტოლეტი და დანები, როცა მიდიოდა იმ დარბაზისკენ, სადაც ვახშამი ტარდებოდა. სათონთვალო კამერების კადრებში ჩანს, როგორ არბოებს თავდამსხმელი დაცვას და დარბაზისკენ გარბის, სადაც სწორედ ის ვახშამი ტარდებოდა. ჩვენ ხავს ერთი ადამიანი, რომელიც იქ იყო? დიახ, ჩვენ. ის დარბაზისკენ გარბის. Anis. Shall I post it as soon as he passed down? 18. Go for კოლუმბიის ოლქის პროკურორმა ჟანინ პერონ განაცხადა, რომ ეჭუმიტანს წაუყენებენ ორ ბრალდებას, ცეცხლსასროლ იარაღის გამოყენებაში, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას, ასევე ბრალდებას ფედერალურ მოხელეზე თავდასხმაში, საშიში იარაღის გამოყენებით. მისი თქმით, დაკავებულს დაკითხავენ სასამართლოში ორშაბათს 27 აპრილს. ტრამპმა დაამატა, რომ ამ ინციდენტმა დაამტკიცა მშენებლობის აუცილებლობა თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის.
სულს აღნიშნოთ, რომ ეს ობიექტი უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე სასტუმრო, სადაც ეს ვახშამი გაიმართა. აქვე აღნიშნავ, რომ დონალდ ტრამპის გეგმები თეთრსაფში საბანკეტო დარბაზის მშენებლობის შესახებ ითვალისწინებს დაცული ბუნკერის მოწყობას პირდაპირ დანგრეული აღმოსავლეთის ფრთის ქვეშ. ამიტომაც ტრამპი ასე დაჟინებით მოითხოვს საბანკეტო დარბაზის აშენებას. სინამდვილეში კი ტრამპი უბრალოდ თავისთვის აშენებს ბუნკერს თეთრი სახლის ქვეშ, ხოლო საბანკეტო დარბაზი ზემოდან უბრალოდ საფარია. შენიხვა. თუმცა სროლისა და სავარაუდო თავდამსხმელის დეტალები მთელი საღამოს განმავლობაში ფრაგმენტულად ჩნდებოდა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი და სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე თანამშრომელი მორიგეობით ატარებდნენ ბრიფინგებს საზოგადოებისთვის. პოლიციის უფროსმა კერომა აღწერა ეჭვმიტანილი, როგორც მარტო მოქმედი მსროლელი, რომელსაც არ ყავდა აშკარა თანამძრახველები. ინციდენტი სწრაფად განვითარდა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე. ღონისძიება, რომელსაც სხვათა ამ საღამოს პროგრამა ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, როცა ერთ-ერთ შესასვლელთან საბანკეტო დარბაზში ძლიერი ხმაური გაისმა. ხოლმე ტრამპი აცხადებდა, რომ მას სურდა, ასე ვთქვათ, ზოგიერთი მედია დაედანაშაულებინა იმაში, რომ ისინი ხალხ მედიას წარმოადგენენ. მისი საყვარელი ფრაზაა ეს. მაგრამ ის მაინც ცდილობდა სროლის შემდეგაც კი გაეგრძელებინა ეს ვახშამი. მაგრამ ამბობს, რომ საიდუმლო სამსახურმა აუკრძალა. თორე როგორც ჩანს, ის მედიის შესახებ თავის აზრს დააფიქსირებდა. აი ასე. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თავიდან ეგონა ხმა ისეთი იყო, თითქოს უბრალოდ ოფიციანს ლანგარი დაუვარდა და იატაკზე ჭურჭელი დაეცა. საინტერესოა, რომ ზოგიერთი კორესპონდენტი, რომლებიც სწორედ ამ სადღესასწაულო ვახშამზე იმყოფებოდნენ, ასევე ადასტურებენ, რომ მათაც თავიდან ეგონათ, რომ ეს ალბათ არა, სროლა არის, უბრალოდ ჭურჭელი დაეცა, რაღაც გათხდა, ლანგარი დაეცა, ან რაღაც მსგავსი. მაგრამ თავიდან არავის უფიქრია, რომ ეს პირდაპირ სროლა იყო. მაგრამ როცა რამდენიმე გასროლა ზედიზედ გაისმა, სწრაფად გახდა ნათელი, რომ უფრო საშიში სიტუაცია მცირდებოდა. საბანკეტო დარბაზში ქაოსი დაიწყო, რადგან სმოკინგებში ჩაცმული მამაკაცები და საღამოს კაბებში ქალები უცებ ძირს დაეცნენ და მაგიდების ქვეშ დამალვა დაიწყეს. და როგორც იცით, ეს კადრები უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. საინტერესოა, რომ აბსოლუტურად ყველა სტუმარი საბანკეტო დარბაზში მეტალურ დეტექტორების გავლით შედიოდა და საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შესასვლელად დაბეჭდილ მოსაწვევს უნდა წარადგენდა. სწორედ ამ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შეიჭრა სწორედ ის მსროლელი. თუმცა ერთ-ერთმა სტუმარმა გამოცემა პოლიტიკოსთან საუბარში, რომელიც მათ შორის თავად სასტუმროში ცხოვრობდა და ვახშამზე იმყოფებოდა, ანონიმურად აღიარა, რომ მოახერხა დაცვის გვერდის ავლა და ვახშამზე შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ მოწვეული არ იყო. ის ამბობს, უბრალოდ ამ სასტუმროში ცხოვრობდი და თითქოს მოახერხე ამ ვახშამზე მოხვედრა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას იქ არ მიუწევიათ. შემდეგ კი სურათი კიდევ უფრო დამთრგუნველი იყო, რადგან სროლის დაწყების შემდეგ მთავარი დარბაზის გარეთ შეიარაღებული აგენტები დარბაზში შეიჭრნენ და დაიწყეს მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის წევრების ძებნა და ევაკუაცია. ვახშამზე მხოლოდ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი კი არ ესწრებოდნენ, არამედ მრავალი მაღალი თანამდებობის მქონე სახელმწიფო მოხელეც, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსტი, ენერგეტიკის მინისტრი ქრის რაიტი და ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების მინისტრი რობერტ კენედი უმცროსი. და სულ მცირე ამ მოხელეთაგან რამდენიმე ოთახში კიდევ ძალიან დიდხანს დარჩა პრეზიდენტის ევაკუაციის შემდეგ. მათ შორის სკოტ ბესენტი, რომელიც დარბაზის წინა ნაწილში იჯდა და უბრალოდ ელოდა, როდის მივიდოდნენ მასთან აგენტები. სროლაში ეჭვმიტანილი მამაკაცი სრულიად უცხინარად გამოიყურება. ის კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულია და მუშაობდა მასწავლებლად და ვიდეო თამაშების დეველოპერად. საუბარია 31 წლის კოლ თომას ალენზე. ის ქალაქის ცხოვრებია. ეს არის თორენსი, კალიფორნია. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ის იყო ვაშინგტონის ჰილტონის სასტუმრო სტუმარი, სადაც ტარდებოდა ღონისძიება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით. თუმცა მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი თავდასხმის მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ იქ ესეთი ვახშამი გაიმართებოდა და სწორედ ამიტომ აიღო ნომერი ამ სასტუმროში. Facebook-ის პოსტები, რომლებიც სავარაუდოდ ეხება კოლ თომას ალენს, მიუთითებს, რომ 20 წლის დეკემბერში ის თორენსის C2 Education-ის ოფისში თვის მასწავლებლად დაასახელეს. ეს არის კერძო კომპანია, რომელიც სტუდენტებს კოლეჯში ჩასაბარებლად გამოცდებისთვის მომზადებისა და რეპეტიტორობის სერვისებს სთავაზობდა. LinkedIn-ის პროფილში ალენმა თავი აღწერა როგორც ინჟინერ მექანიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი განათლებით, დამოუკიდებელი ვიდეო თამაშების დეველოპერი გამოცდილებით და მასწავლებელი დაავადებიდან. ეს ციტატა.
ამ პროფილის მიხედვით ალენმა 2017 წელს კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი მანქანათმშენებლობაში და 2025 წელს კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დომინგეს ჰილსში კომპიუტერულ მეცნიერებაში მაგისტრის ხარისხი. ამიტომ ჯერ კიდევ გასარკვევია რა მოტივები ჰქონდა ამ სროლელს, მაგრამ უკვე ცნობილია რომ თავად ტრამპმა განაცხადა რომ ასეთ ვახშამს ჟურნალისტებთან მაინც გამართავს მომდევნო 30 წლის განმავლობაში. საერთოდ но даже новое место. ჯერჯერობით ინფორმაცია ასე გამოიხურება და როგორც ხედავთ არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ნახოთ როგორ გამითარდება ეს სიტუაცია მომავალში. ამიტომ აქ წერტილებს დავაკენებ, თქვენი აზრები, თქვენი დასკვნები. დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ ახი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ნებისმიერი დონატის საშუალებით შეძლებთ. ბულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდით. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.